აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე დალილა ხორავას კანდიდატურას მიესალმებიან ყოფილ პოლიტექნიკურ შენობაში ჩასახლებული დევნილების ნაწილი, რომლებიც მედიასთან კომენტარს აკეთებენ და თვლიან, რომ ამ პოსტზე ხორავას დანიშნა დევნილებისთვის აუცილებელიც გია. როდესაც ჩვენ გვიჭირდა, ხომ, მაშინ გვერდით ჩვენ გვერდგა დალილა ხორავა. ეს არც მომატებულია, არც ბიძაშვილია მაგით ჩემი და არც მამიდაშვილი. ის არის ადამიანი, რომელიც ჩვენ ტკივილს ხო მიიტანს გულთან. თქვენ გინდათ რომ დალილა დაინიშნოს? ჩვენ გვინდა რომ განიხილოს და ეს მთავრობას ამბავია, მაგრამ ეს ხალხის მოთხოვნაა. დევნილების მოსაზრება არაერთგვაროვანია. ნაწილი ამბობს, რომ არც ერთ პოლიტიკურ მხარეს არ წარმოადგენენ და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება იქნება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ ჩვენ არავითარ პოლიტიკურ თამაშებში არ ვერთობით. ჩვენ იმიტომ არ ვერთობით, რომ 6 თვეა უსინათლოდ ცხოვრობთ. 6 თვეა წყალი არ აგვაქვს. ვინც დაგვეხმარება, ვინც გაგვიწევს ხელს, დახმარების ხელს, ვეთქვით მადლობა. დალილა ხორავა 2007-2010 წლებში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის მთავრობის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ გია ბარამიამ მიიღო. ბარამია დალილა ხორავას გათავისუფლების მიზეზად სხვადასხვა სახის საბიუჯეტო გარღვევებს ასახელებდა.